სალამი ოქრო ხალხს, როგორ ხართ გოგობა და ბიჭობა? როგორც იქნა დაიდო ბეთლი. KMC versus Amaterasu წარმატებები უსურვოთ პროექტს Rayman Roots და ჩვენ უბრალოდ ვისიამოვნოთ კარგი ბეთლი, იმედია კარგი ბეთლი გამოვიდა. არ ვიცი არ ყოფილი ვარ სამწუხაროდ დამასპოილერეს. წამინდა და სპოილერები ამერა. ამბეთ სპოილერები. Იდენგამი და შენს და უცესმენები ამიკეთია. მოგესალმებით Rayman Roots-ის პირველი სეზონის პირველ ივენტზე, სადაც გმასპინძლობს სახელოსნო ბარი და ჩვენი სპონსორია სახელოსნო ბარი, ასე რომ ერთი პატივიცემა სახელოსნო ბარს სპონსორობისთვის. შეიძლება იმათ გამოვიყურები ახლა საშინლად. ძალიან კატასტროფულად ვარ, მაგრამ მაინც მინდა ამის ნახვა და თან რეაქციის გადაღება პარა. იმიტომ რომ პირველი ემოციები მაინც სულ სხვა ხოლმე. ჯერ უნდა ახო და მე გადავიღო იმდანად გულწრფელი აღარ ვიქნები. კაი ჩავუჯდეთ. სახელოსნო ბარს ჩვენი უცვლელი პარტნიორი Control Room-ის. მოკლედ დღეს KMC და Amaterasu იბრძოლებენ შემდეგი ტურის საგზურისთვის რა, ლაკონურად. პარიზში მივიდია. პირველი რაუნდი KMC. ეიო. ზიკო როდგა кейს არის. რამდენი ხანია დავივიწყე აკაპელა ბეთლები? დავაი მიდი რა. ისიც თქვი აღარ გამოვალ თქო არასდროს. მაგრამ იმდენი დაგროვდა სათქმელი საიდან დავიწყო ვერ ხვდები სათვალავიც არ მახსოვს. ამიტომ მოდის ვუხდი აუდიტორიას, რადგან ჩემი ტკივილით ვიწყებ. ყოველ დღე ამ ტკივილებს უბის წიგნაკში ვიწერ. მაგრამ აღარ შემიძლია. უკვე ეჭვმეპარება საკუთარ იღბალსა თუ ბეჭი. მე ხო ადამიანი ვარ, მაგის დედაც მოვტყან ბიჭო. მე რამდენი ცოცხალი ლეგენდა უნდა შემხვდეს ბეთლში. ძალიან გამიჭირდა წერის დაწყება. წარმოვიდგინეთ მილიონი მცირე დეტალი უნდა მიმეღო მხედველობაში, რომ ამხელა ლეგენდაზე საუბრისას რამე არ ჩამფლობდა მკრეხელობაში. პირველი ორი კვირა ვერაფერი დავწერე, ვერც გავიგე, დრო ისე გაიქცა. და ბოლოს გადავწყვიტე მოგიყვეთ ლეგენდა იმის შესახებ, Amaterasu როგორ დაირქვა. ოკეი, ნახოთ. მოკლედ, რამდენიმე წლის წინ, როცა დაწერა პირველი ტექსტი, გააძრო ბითი, ჩაწერა ტრეკი, ზის უსმენს და კმაყოფილია შედეგით, უბრალოდ შედევრით. ტრეკის სრულყოფილება დადება აღარ უნდა მას ხელის, მაგრამ ფიქრობს, რომ ბიჭო რაღაცა აკლია. მერე მიხვდა, რომ თავისი სახელი. დამეთანხმებით, როცა ხარ დამწყები და ეძებს stage names-ეს ნამდვილი ტანჯვა. მილიონი ვარიანტი გაქვს, მაგრამ აქედან შენი არც ერთი არა. ესეც მაგ დღეში იყო. მის ტვინს ფიქრისგან უკვე ცეცხლი ეკიდა და როცა აღარ იცოდა რაზე ეფიქრა, თქვა: მოდი, ცოტა შევისვენებ და გავერთობი ჩემი საყვარელი ჰობით. ვიცი, ყველას გაინტერესებთ ამ ლეგენდის ჰობი რა არის ნეტავ. გეტყვით კაცო. შევიდა ოთახში, გახსნა ლეპტოპი, ჩართო ჰენტაი და გაცხო. ბოლომდე შებერა ძმამ, არის ზოგება. ერთი, მეორე, მესამე, მეოთხე უკვე ისეა, რომ გადაეწובה გონება და არა მარტო. მაგრამ სადღაც გაუნათა. იფიქრა ზედიზედ ერთი და იგივეზე მე რამდენად უნდა გავგუდო. ამ დროს რაღაც ყლე ვირუსის ლინკი ამოუგდო, ამ ლინკზე გადავიდა და ესე აღმოაჩინა ნარუტო. პელე No. მოკლედ უყურებს და თავიდან ვერაფერი გაუგო. ამდენი უცხო სიტყვა ესმის. მერე კიდე ერთხელ აუნთო და გაახსენდა, რომ ეძებდა stage names. მის წინაშე ამხელა მასალა ამდენი უცხო სიტყვა ერთად. მართალია ეს მასალა სანძრევად არ გამოდგება, მაგრამ ჰიპ-ჰოპისთვის მაგასაც გაიღებს მსხვერპლად. მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო, ესმის ეს უცხო სიტყვები, რაღაც ამის ტერასუ, იმის ტერასუ და ბოლოს გაიგონა Amaterasu. იფიქრა ეს უბრალოდ ნიკნეიმი კი არა, ნამდვილად ბედია. მაგრამ ამან არის ის და არ ვეუბნებით. იაპონურ მითოლოგიაში Amaterasu მზის და მიწათმოქმედების მფარველი ქალღმერთია. ვიცი. ქალღმერთო ძმა. ქალღმერთო ძმა. მე მგონი ჯობია ცოტა მეტი ფიქრი ინამუსო, სანამ რამეს დაირქვენ და გაებმები პიზდეცებში. მაგას ჯობდა დაგერქვა ტირამისუს ზუსტ რეცეპტს მაინც ნახავდი ინტერნეტში. ტირამისუ ძმა. მზედა ცეცხლი კი არა დღეს სულ სამოგწავ შანთით და ამ სიამოვნებაზე უარს არ ვიტყვი არავის ხათრით. ბასრი მაქვს რითმა და კასრით მაქვს დენთიმე, ხმაში მაქვს რისხვა ამ ხმისგან ეს ვერსი რო გესმის, ეს ნიშნავს რომ кейსემ სურნელი მსხვერპლის და ექშენი ცრემლები ვერაფერს შეცვლის. ეს ბარების ბარაბანი თუ ბრუნავს და ყველა გასროლით ოპონენტს თუ შუბს უხრეთთან, 6 რაუნდიან უჩემთან ბეთლი ნიშნავს რომ შენი ნები თამაშობ რუსულ რულეტკას. უბრალოდ სიკვდილს ეთამაშები და თუ არ გიდა ბოლოს დაგჩეს გემო პირში ტყვის, ჯობია წახვიდე და კაზინოში ატრიალო რულეტკა. ისე
ტიერის მერე შპილი იცის. ბიჭო, გასაგებია რომ ბეთლია, მაგრამ არ მინდა რომ რაღაცა მაინც უხეშად გამომივიდეს, ამიტომ პირდაპირ ვერ გეტყვი ძმაო. მაგრამ რავი, ანგელოზივით ხალხი იხოცება მაგის დედავატირე და შენ რა შეგვეცი ძმაო. მაგრამ ნუ დაგამშვიდებს ის ფაქტი რომ ჯერ კიდე სუნთქავ ეგ არაფერს ნიშნავს. მე მცემს სუნით სისხლის ვარს ვიგენი შენივე ცრემლების ზღვაში და თავში ამ დემონებს ვიმონებ გიცალ, მაგრამ თუ დავმარცხდი, არ დაგჭა დიდი დრო მაქსიმუმ 3 რაუნდი ტყუილად ვეცადე მოთოკვას ჩემი ბილწი ფიქრების. ამიტომ გპირდები იქამდე გიხმარ ამ რითმებით სანამ ჯერ კიდე თბილი იქნები. შენ წარმოდგენ არ გაქვს ამ თავში რა იხარშება. ვინც ჩავარდება ამ აზრების ქვაბში დაიტანჯება და როცა იფიქრებ რომ გასასვლელთან და გეშველა მე ზუსტად მაგ კართან გიცდი. ერთი თუ გადამიბრუნდა ისე გაგაქრობ მაგ სცენარს ვერ მოიფიქრებ და აგათა კრისტი. მე არ ვაპირებ გამოვალაგო ბიბლიოთეკა უბრალოდ ამ იდიოტებმა მინდა გაიგონ. ყლეზე მკიდია ვის რა მოწონს უბრალოდ ესეთი ბეთლების კეთებით ვკაიფობ. მკრავ ისეთ სიუჟეტს ნებისმიერ ბეთს ვაქცევ ფილმათა ყლეზე ვიკიდე ბიუჯეტს ეგ მარტო ოპონენტს უჯდება ძვირად. მე შევქმნი მატრიცას და მე თუ მომწყინდა უბრალოდ იაფად მივყიდი ვიღაც უსახელო ნაბიჯრებს. და მე ჩემს ყლეს მაგის შინაარს თუ ვერც ერთი გაიგებს. მე ჩემთვის არაფერია შეუძლებელი ეს ფაქტია. მე არ ვიცი ვის ვინ ყავს ნათლია, მაგრამ ჩემთვის არც ერთი არ ხართ ხელშეუხებელი. შენ თუ გონია გაქვს მამაცი გული, ესე იგი ჩემი ნათქვამი და ნაზრი ვერ გამოიტანე. ხო ანუ მე ქეი ვარ და ყლეზე მკიდია. ამატერასუ კი არა უშენი იყავი და რამდენი მეგობარიც გინა წამოიყვანებ რა. 11 მეგობარი. მე ის ვარ, ვისაც უბრალოდ წესრიგი მოწყინდა და ამიტომ ყველა ეს პაზლი თავში ჩემი თავრია. შენ ახლა დადექი მან 3 რაუნდი და ტვინი მოტყანი იმაზე ლაპარაკიც, სად როდის და რამდენი დავლიე. რაუნდი. კარგი ნორმალური რაუნდი იყო, თუმცა მეტი. кейსგან თითქოს უფრო მეცხოველობა. თქვენ არა, ძალიან რაღაცა დამაკლა რაღაცები თითქოს. ისევ кейს ბრალი გაიგ თვითონ, იმიტომ რომ იმ ხელაზე აგვიწია თამაზა, რომ თამაზა იმ ხელაზე აგვიწია თამასა, რომ მეტი და მეტი გვინდა რა. ძალიან ნორმალ რაუნდებს ვერ ვეგუებით. იმიტომ რომ ვიცით რა შეუძლია ამ ბიჭს და ვიცით რა ძალიან მაგარია. პირველი რაუნდი მე გამოვაცხადე. შვება. ოკეი. კოკა შევიყნოსეთ. რაღაც სურტუნებ, ხო? 7. მაფიაჯი. ეხა ნახე. ბოდიში? პირველი რაუნდი ამატერასუ. What the fuck? სანამ ბეთლს დავიწყებთ, ეკრანებს მოღაშორეთ თუთი ყუშები, ბანძი რეპერები, ქალწულები და თხის რქები. სულ ცოტათი ბინძური ვიქნები. ვიდეოში გამოყენებული არანორმატიული ლექსიკა არ არის უნდა შეურაცხყოფისთვის. უბრალოდ ყოველთვის არის საზღვრები როგორც მექსიკა. ჩვენი ძალების თანაფარდობისთვის საბოლოოდ გავარკვიოთ ვინ არის უფრო შეურაცხადი და ვინ ფეხსით გავს წელზე. გაისრისება ეს წიგნის ჭია, გაუგებარია ექსტრიკონი ძია, რადგან მოძრაობს შუა საუკუნეების ლექსიკონით. დღეს არ გამივა ერთი გოლიც, დავისაკუთრე მოედანის და ბურთიც. მაქსიმუმ გაჩუქო პრესტიჟის, იქნება ერთი თორი, მაგრამ შენი ერთი თორი ვერაფერს დამაკლებს, ყავს თანოცი, მალე შეიქმნება ამატერასუს ბრენდი და ლოგო. შენი უძლურება თავად უნდა გაიაზრო, ვერ გიშველის ვერც ნესვი, ვერც წიწაკა, ვერც სოკო. ეხლა დაუბრუნდეთ მოედანს. მოვკლა დროროლო დინით. ჩემთან თამაში, ვისაც უნდა ლოკოსმო ტივით. იაო, დღეს მიგაბარებ ქვესკნელს. გაგაცნობ შემქმნელს პირადად. დღეს გაგაცნობ შემქმნელს. ერთი. არ გაჭედო რა. მამეთ კარგია რომ არ ვიცი რისი გწამს, მაგრამ ეხავს მარადიული ცხოვრება ესე რომ უნდა გაიარო. ისე შეგეთყობა არ აღიარო, ჩემი მაგია რომ მოქმედებს. შენაირები ეძებენ მოკლეგზებს, მაქსიმალურად მალავენ კომპლექსებს და ცდილობენ ბანძლექსებს დაარქვან ჰიპ-ჰოპი. შენი განათლება ვერ გიშველის ბეთლზე ბებერო, შენზე ვნადირობ დაეცემა ტყის ლომი. უნიში მარტო იმიტომ ჩავაბარებ ჩემი მძღენერის დადროპის მერე რო ამოვისვა დიპლომი. ვერც ერთი გიჟისგან ვერ გაიგებ რომ გიჟია. ამა ყველგან უნდა ახსენოს. კაროჩე. შენ ტრეკებს მოусმინე.
ვიცი არ იყო გამიზნულად მარატონი გამიბრუვა ტიპმა ძლივს დაგდებული დეპრესია დამიბრუნა ამ ტიპის რომანტიკა ბევრი მოციოს დალიო შეხვდეს ალიო საფირუს ხმელე ზურმუხტო ჩემო თბილისო კრულვა წეულა ნახატები აღარ არის გახარება გადავშალე სახარება იტოქში ტიპური ჯეორეპერია რომელიც ვერც კი ბაზავს ჯეი კოულს იმდენი ტყუილი გაქვს ტრაკი გამოტენილი ხალხი უკვე კეტამინის ზედოზირების გარეშე ხედავს кейს ჰოლს მენ Yo მე უკვე ვთქვი, Pink Floyd-ის ლოგოსავით ერთი ხაზიდანაც მრავალფეროვნებას გამოვაჩენ. ილოცე შენი გემი ჩემს ნაპირს არ მოადგეს. მაგ სტაჟი და ბაგაჟით მარტივად გასაგებია შენი მიმართულება გიფასებს შრომას როგორც კარგ მოახლეს. ამ ბორძი არ გავიგოთ შენი flow, თორე დავიღუპებით. მინდა ოკეანეს წვეთიც არ მოაკლდეს. ერთადერთი ხმა გივარგავით, რომ სქემებს ადგენ ერთი ტრეკი გაგივარდა, მაგრამ თითქოს არ არსებობა, ანუ ტექნიკურად არაფერს არ წარმოადგენ. ვარშენი სიკვდილის ანგელოზი, ავლესე მჭრელი ცელები, დღეს მოვედი ინდოელზე თესლის სქემებით, ინდოელზე თესლის სქემებით, გესლის გენებით, ისეთი იმიჯი შექმენ რომ გიჟი ხარ, მაგრამ ხალხი რას გაიგებს, ყველაფერი პრაუდება, რამდენიმე წელი დაიხსნება, ბრალდება, შევეცი კატანასაც და პურის დანასაც, მარცხენა ყბაში, ოღონდ ჯერ მარჯვენა, საბოლოო თითებზე შემჩება შენი კბილები, თითქოს თვითული 31-ით, რომელიც თუ ემთავრდება. Кейს დაძაბობი მევასება ხოლმე. 31 რომელიც თუ ემთავრდება. შენი კარიერა როგორც ტრუხა მოსაწევი, რადგან ძირში იყო მოსაჭრელი. რამდენჯერმე სადა დაიდარდა პრობლემები გადაჭრა, უფრო ძლიერი ვერ გაიზარდა, მერე წავიდა და სხვებს უწერდა ტექსტებს. არ უღირდა რეპი უმაყუთო ოფლად, ვიცი რატო გახდი გოუსტრაიტერი, რადგან მიაჩვია შენი კოლეგების ჭრდილში ყოფნას. რა ელემენტარულ ელემენტებსაც ფლობ, ეგ ელემენტები დაღეჭილი მაქვს. ძველი ბიჭი მარტო ასაკითხარ. სიგნალს ვერ დაიჭერ შენი როუტერი. თუ გინდა შავი ფერის აღებავი მგელო, ჯერ წადი და რიცაცის რაუნდები დაწერე, ის ხელი მოიჭერი. Yo. ბანისთან ინგლისური სეტაპი ქონდა. Car salesman-ზე. Crowd გისმენს, ბოლომდე ჩართულია. ხვდები რა ციბაზრი არც ისე ქართულია. KB პოლარია, ყველა სისხლს დალევდა, პროსტა არ წყური. ამასობაში შენ ხარ თავის ყველაზე ცუდი გამყიდველი, იმიტომ რომ თავზე ამბობ დარტყმულია. არა, უნდა ვაღიაროთ, რომ KMC მაგრა ყავს პიცე, ცხოვრების სურვილს. იტოქში ცხოვრების სურვილს. ინატრე დღეს ბედზე გამოსვლა ალალო კაცო რადგან დიპლომი აქვს აფრენსის რამდენ ფულს თუ ამარაკში გინდა შენ წერს ბეთლზე გამოსვლა ანანო დათო მაგრამ გიპოვიან დაბრედილ ზაგდებულს შუა ქალაქში არტისტი აფიქრებს ნახატებს გაყიდის ცხოვრებას მაგრამ სრულად ნუ გაატრაკებ დიდებთან ვერაფერს გახდი და ერთში პატარებს ატარებს დრო რეიდებს როგორც ჩინელი ძაღლზიარიყის გარეშე კლავ ნოუ ნეიმებს ამატერას უწევს ამ რეპერებს და ჭამს პროტეინებს, როგორც კაჩოკი სტალინი ვამზადე პროტეინით სავსე კონტეინერს. Yo. ამატერას თვით აირონია როგორც სოლომონი. სოლომოდი შენი ოინები ვერ გაჭრის ბეთლზე დრო რომოდის. ტყუილად მაკრატელობ. გონია მაგრამ მსჯელობ გინდა გასამსჯელო, მაგრამ შენი თვით ირონია სუსტი დაცვაა, რომელიც ყვირის არ გამთელო. არაფერზე არ დაობდა. სანამ შენი ჰაიპი არ დაობდა. ხვედესთან ვითომღა დაობდა. ვინ შორიდან ბლად დაობდა, დავინახე მე იმტერის თეთრი ალამი. სანამ მიხვდებიან სხვა სიმძიმი წერს ნამდვილი მე ისტერის კალამი. რამდენიც გინდა აწიე თავი და მიტრიალე თვალები. გონია ჩემზე კარგი ხარ აიბარგე. სამეფო კარის თამაშები. რამდენიც გინდა იმდენი წერე, ამ ბეთლისთვის ვერ შემიძვერი თავში, ანუ ვერი ვარგე. Yo. არ დახარო არცად თავი, სადმე თუ თავს დახრი, შეგაძლებიან თავზე სადმე თუ თავს დახრი. შენგან განსხვავებით დეპრესიაშიც თავს ვართობ. სიტყვაზე წინ ჩემი ქმედებები, ამიტომ ვთავს სართობ. ვითავსებ ყველა სტილს, ხედავ თავზე ტილს, მთელს თავს ვაძრობ. არ ჭირდება flow მირჩევნია ლირიკა გადავხლართო. სანამ თავს მოგვაწყენ, შენს ხავს მოდებული იდეოლოგიას თავს მოგვახევ, ოზი ოსბორნი ღამურასავი თავს მოგაწყვეთ. მაგრამ თავს მოგაწყვეთ. ალბათ გიკვირთ რამდენჯერ გავრითმე თავი. ჯერ ვიხმარე თავი, რომ ეხმარა თავი, მაგრამ მიკვირს ამხელა თავი გადევს და მაინც არ აგაქვს არაფრის თავი, რაუნდი. ძალიან კარგი რაუნდი ქონდა, მოულოდნელად კარგი, ანუ ეგეთი კარგი თუ იქნებოდა, რამდენი კარგი ვთქვი მე ეს. ვერ არის კაი ამბავი. ბრავო ამატერას. ბიჭო, მე ვთვლი რომ კიდევ ერთი აი, ძალიან კაი. აქვე სანამ გადავალთ მეორე რაუნდზე, ერთი ჯანსაღი ხმაურით და რეიჯით მადლობა უთხრათ სახელოსნო ბარს ჩვენი გვერდში დგომისთვის. Yo, მეორე რაუნდი, KMC. დღეს ჩემი აქ მოსვლის მიზეზი მხოლოდ ეს ჩემი სტერასუ არ არის. როგორც თქვი,
ბევრი დაგროვდა სათქმელი და ეს რო არ თქვა, ჩემი თავი სხვანაირად არ მაცდის. 16 წელია ვარ ამ თამაში და არტისტებს ყოველთვის ჰქონდა ერთმანეთის გათვალისწინება და ხათრი. მაგრამ რაღაცნაირად შეიცვალა დრო და ალბათ ლოგიკურიცაა რომ შეიცვალა ხალხიც. ხო და მე პრეტენზია მაქვს ქართული ჰიპ-ჰოპის ძველი თაობის კონკრეტულ წარმომადგენელთან და მას საპასუხოდ ცოტა დროს ვუტოვებ აქ. კოკლიანი არ არის, ხო? ზურიკო, რამდენჯერ გთხოვე რომ ამისთანებს ტყეში ნუტოვებ, ბრატ? ტვინს ტყნავენ, ძმაო. ტვინს ტყნავენ, ძმაო, სალაშქროდ ვეღარ წავსულვართ, ხალხი წარმოიდგინე? ღამეა, სიჩუმე, დუმილი, შეხვალ კარავში, იძინე, დაწვები. უცბად ატყდება წივილ-კივილი, ყმუილი, გამოვარდები და ეს შაკლები. შენისთანებს ტყეში ვტოვებ კი არა, სასეირნოდაც არ გამყავს. დაეგდე ეზოში და სილაში მარხე შენივე ძღნერი მეტი დანიშნულება მაინც არა გაქვს. შენი საქმეა მხოლოდ ყეფა და ყეფა ტყუილად, უაზროდ. პარადოქსია რომ დღეს ქეი შეხვდა, ანუ დიდ-შარში გაეხვიე სრულიად უფასოდ, მაგრამ მეც გაიმოცლილი ვარ. ამაზე 3 რაუნდი რა მაწერია. შენი ბეთლი ვნახე ატოსთან და რა ვიცი, მაო. ჯამთელობის ფასი არაფერია. ეს ირონია არის საუკეთესო რა. არაფერი განსაკუთრებული. მორიგი სტანდარტული ყლეობა. საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსების დაფარვის მორიგი მცდელობა, მეც მშვიდად ვიყავი, რა მქონდა საქმე, მაგრამ ჩემში ეგრევე მონსტრი გააღვიძე, როცა ის ლაინი გააძრე 9 აპრილზე. რითვერ მოერია საკუთარი თავის სიმცირეს რობერ აკავე ბენას, ვინც საქართველოს ტრაგედიებზე ღლიცინებს გამოუღებლად შევეცი ყველას. შენ თუ გინდა იყო MC ჯერ ადამიანად უნდა ივარგო. შენ ახარ Gen Z, მაგრამ ეხა გამახსენდა ეგ მომენტი სხვათა შორის და მაშინ რეაქცია რო ვიღებდი, მეც რაღაც მსგავსი ემოცია მქონდა, რომ საშილად არ გამისტორდა კი არა პირიქით აი რაღაც ძალიან ამაზრზენი განცდა მქონდა. ყველაფრის თქმა არ შეიძლება ხანდახან რაღაცები არ მოსულა. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში თორე ვიღაცებისთვის როგორც ჩანს კი. ხო, გავაგზავნე. შენ თუ გინდა იყო MC ჯერ ადამიანად უნდა ივარგო. შენ ახარ Gen Z, მაგრამ გამოქვაბულში ხარ. ეიო, ერთი წამი რა. ერთი წამი. შენ ახარ Gen Z, მაგრამ ტვინით გამოქვაბულში ხარ და კედლებზე ხატავ. და თუ ფუ ჩემი. ზიო. ავჭერი. რაუნდი დაიკიდეთ რა. გაიგო. არა, ავიჭე, ვერ გავიხსენებ რა, ხა დაიკიდეთ. ავიჭე. Okay. ბოდიში ყველას რა ხალხო დიდი ბოდი. That's okay, bro, that's okay. ერთი უცებ. ბიჭო, ერთი ანუ ახლა რაღაცას გეტყვი. Okay, მეორე რაუნდი ამატერასო. იაო. ტიპი გავს. ატეხა მაგრად. იმ მომენტში რამდენი ხანი ველოდები ამ ბეთლს, რომ მინდოდა кейს დაბრუნება, იმიტომ რომ მაგრამ მენატრებოდა ამის ვერსები. ჭკვიანური, სხვანაირი, თესლი ირონიით, ტექნიკური. მაგრად ველოდებოდი და ეხლა რაღაცა ძალიან მეწყინა. სამწუხაროა. ანუ რა ვიცი, არა უშავს. ამიან რო გადაიქცა. ვის გავთ მოსმენელი ამის ტრეკი შონომალის რო ემუქრება. 10 წუთი ვერ გაძლებ ჩვენთან ქუჩებში შენ აბოზარი ვაქ ჩამოსული არ და გინახო. იტოქში ტაჰამ, ყოამ და ამან გააკეთე საიფერი, სადაც მერაბ დვალიშვილს ბალეში ყოფენ. ბრძოლის წინ. მაგრამ ტრეკს ეს ხსნის. YouTube-ის ხაზი შენს მონაკვეთში ბრტყელია როგორც ქელტრაკა გოგოს უძუები. ეს ხსნის რამდენად დაბალი დონე ხარ. ეს ყრის დორბლებს ისინი თესლად რეპავენ. მოკლედ პირველად რომ მოусმინე, მოკლედ რა ამბავია, რა შონი არის ჩემი ბავშვობის ბრატი, რა უბრალოდ იყო მე რეაგვერია რაღაცეები და კაროჩე ისე დაალაგდა რომ ვეღარ რა მირეკავს იტოქში. გამდისაო მეძახის მოურავს. KMS გახეუნთრალი და გოდგა აქ არ ჩამოვიდეს ეგ ნაბოზარი დედას მოუთხრა. მეთქი ბაზარი არა, უნდა გავაპარო ინდოეთში, ეს უკვე გინებებს რითმავს, მაგრამ ინდოეთი რას უშველის ამის დელივერი ხასიათში და სადარბაზოში მიჯობს. მეთქი შონ, ნახუი ამერიკაში სანამ დღეა, მაგრამ მე გამახსენდა რომ ბედნიერ დასრულს დედა შევეც ინდოეთი ამერიკა ერთი ყლეა. აწე უკვე დაბნელდა ერთი ბევრი რამე მოხდა ერთი ღამისთვის. საბოლოოდ ჩვენი გავგზავნეთ ჩემს ზანგრეპერ ძმებთან, მეთქი კულტურა ხომ მაინც უცხო ამისთვის. იტოქში დათომ ესთან რაც იკადრა. ბეთლზე მიკვირს კრაუდს როგორ არ წყენია.
ეხა უნდა გავიმეორო და პროსტა ცოტა მცხენია რა. ზუსტად იგივენაირად აკეთებს იტოქში. მამაცი ყოფილ ხარ შენ და თომეს, რადგან ებატლავები უამრავი ფატალიტის ავტორს დღეს. მახსოვს. ეს რა მომენტია. გოგოები რო გიყურებენ, იცი, მაგრამ არ იმჩნევ რო იცი. და თესლაო სპიჩი. თავი ისეთი ხოძე იყო, როკსტარი ეგონა კლიპში. თითქოს სნუპთან ერთად აბოლებდა მაიამი ბიჩზე და სკელტრაკანაშებს აძლევდა პირში. შეგა განგრენა ტვირში. ისეთი ავთვისებიანი ვარ ვანადგურებ ამ ტიპების მომავალს. მე სულ წინ მივდივარ ვერ დამინახავ მომავალს. შეხარ პოზერი ლუზერი. რამდენიც გინდა იძახე რომ მეფე ვარ, მე მაქვს ოცნება, ჯერ დავკრავ მარტინს, დაგბრიდავ გასალუთად მოვალ ლუთერი. როგორც არ უნდა წარმადგინოთ, მოვალ და შეგიცვლით წარმოდგენას. რისიც არ უნდა გჯეროდეთ, მოვალ და შეგიცვლით წარმოდგენას. რა სცენარიც არ უნდა დაწეროთ, მოვალ და შეგიცვლით წარმოდგენას. ნახე, წარმოდგენილია ყველა დოკუმენტი იმისა, რომ შენზე თესლა ვწერ. დღეს ამბავი გასკდება, რომ გასკდა შენი ქალა, ერთადერთი რაც დარჩა წარმოუდგენელი ეს არის ჩემი ძალა, კოლოსალური სქილები, ეს პარაზიტები. ამათ იმავნე გავლენისგან ვიცავ ქალაქს, მაგრამ თავად იარაღებს განახებ. ანარქიის შვილები. თქვენ ხართ უყელეო პორნო ვარსკვლავები. პაცი. უყელეო პორნო ვარსკვლავები. პაციფისტი განგსტერები. თავისი ცხოვრება სხვებზე დაბოღმაში გალია. გამოკეტილი ხარ დელუზიებში. გინ დასტერიქსი იყავი, გინ დობელიქსი შენი კომფორტი ზონაა, გალია. Yo. და პელე რომ მანამდე მიხვდა სანამ დაამთავრებდა. ჩემი ჰიპ-ჰოპი ხელგაშლილია. ამიტომ ყველას რაღაცას აძლევს. ესენი ფიქრობენ ასე წერა რომ ძნელია. მაგრამ შენი ჰიპ-ჰოპი გავს მილიონერის ნაშას. ანუ არაფრის მომცემია. Yo. ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. იმ ხელა ენერგია მაქვს ვერ შემიზღუდავს თელასი. ცეცხლი ტრიალებს when I be on a mic ბაზრობ რაკი მე. დაალაგე priority სანამ შენს ბაზარს ქვეყანას მოსდებ. რომ წარმოვიდგინოთ the big picture შენი დასასრულია big L. ამ ბატლით ვამოწმებ თავს რამდენად შემიძლია დავიტριო money bags. მე ვარ ჩემი თავის დიდი ფანი yo. იმ ხელა წონა მაქვს ჰიპ-ჰოპში, კახელები ჩემზე ამბობენ. შეხედე მსუკანი ჯო. კახელები გაგვდისა ეხა? ჰა ბიჭო? კახელები გაგვდისა? თელავში ჯოებით არ ვლაპარაკობთ, ანუ სადღაც ვლაპარაკობთ, მაგრამ თელავში არ ვლაპარაკობთ. ხო. ჩემი კანია ვესტი დაფარული რომელიც არ ჩანს. მოდი გონს, ამ ტიპს უნდა რომ მიგოს, სკილებით მეზუსასავით შემიძლია გავაქვავო. If I say so, დარჩები offset, რადგან ჩაგიქრა take off. ვერ გავიგე. Yo, გამაზე. შენი ლირიკა ოთხკუთხედია. რადგან მოქცეულია ჩარჩოში, ჩემი ჩარჩოს ტეხავს. უფორმოა ვერც ერთი კუთხიდან ვერ მიუდგები თან ეს ფიგურა ფართობდება, ვერ დათვლი ფართობს, ერთი ნერვიც არ ტოკდება. რართულად ასატანია ეს ცხოვრება, ტიპებს ველოდები სანამ გაშრებიან. შენ ტრეკში წავაწყდი ესეთ ფრაზას. მეგეთი არავის არაფერი არ დასდენია. ხო და ჩემნაირები წერენ და მერე ხევენ. ხო და ძალიან კარგ საჩვებიან რაუნდი. მოდი ახლა განსაკუთრებული ხმაური კიდევ ერთი. ირდება რა. ოკეი, მესამე რაუნდი. რაუნდის რა მოგახსენო უბრალოდ მინდოდა გამოსვლა ბეთლზე. იმისთვის რომ რაღაცებისგან გონება გადამეტანა, მაგრამ ვერაფერს იზამ, როცა მეტი ძალა არ არის. როგორც ტაისონმა თქვა, ეს ბრძოლა უკვე ჩემი არ არის. ამიტომ კიდე ერთხელ მინდა ბოდიში მოუხადო პუბლიკას, გააგრძელონ ბეთლი, იმათმა ვინც ამისთვის არიან შექმნილები, მე გავაკეთებ მუსიკას. რაუნდი. რადგან ესია ყველაფერი უბრალოდ ერთი ხმაური кейსთვის, იმიტომ რომ მე არ ვიცი ბეთლ კულტურას, ან საერთოდ აი ამ კულტურას, რასაც ჰიპ-ჰოპი ქვია, ვინ რამდენი ხანია ადევნებს თვალს, მაგრამ ყველას გასაგონად მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეს ადამიანი არის ერთ-ერთი ის ადამიანი, ვინც ამ სფეროსთვის და ამ სფეროში ძალიან ბევრი გააკეთა, ძალიან ბევრი მხარდაჭერა ქონდა სფეროს кейსგან და ყოველთვის ესე იქნება მჯერა. მადლობა кейს იმისთვის რომ აქ იყო. ნუ ამატერასო მესამე რაუნდი ეს აღარც უნდა იბაზროს. წინა რაუნდებში ხიხოსავით მეღადავე. ჩათვალე ამ რაუნდში უკვე დამარცხდი. არგიშველის დახმარება დარბაზისა კარმაქტის. მესამე რაუნდში მოტანილი იარაღებს დაგაცლი.
ამატერასო არსენალს ანახლებს და გაჭედებ დუალ ბერეტას ორივე მხარზე გექნება წითელი როგორც მამაფლექს მაგრამ სუსტი ხარ ვერ დამასტოპე საბოლოოდ დანებს მოვათავსებ ჭრილობებში და ვატრიალებ თითქოს ჯოისტიკზე ვთამაშობდე და თუ ვინმე მეტყვის რომ იარაღი არ მაქვს და ვინ კითხავსო დეში ცლებს ისე ზაგაცნო ბოშაკალმა შენი სახიდან მიმკითხავს იო შენი სახიდან მიმკითხავს იო ამას თავი მოვაქ მესიად რომ ხსნელია ზედაპირი კარგად იცის ამბობს სიტყვა ცეცხლია ვერ დაადნო ბორკილები არაფრის ამ ხსნელია თუ ჩემს ალზე ბენზინო კისერიც გიტეხია ჩემი მტერი ბანკის ზარი ამათი პატარა სტრესია ბულბულატორი ჰიდრავლიკური წნეხია შენი ტვინისთვის ნამდვილია რაც გამი რითმია ყველა დაკარგული დადის ქალაქი ლაბირინთია შემხარეზე სანამ არის ძალიან მაგარი ტიპია ქათმების სიკვდილის მიზეზი яснად ქათმის გრიპია უტრაკო ტიპები იტყვიან ბედია არგონავტებს ოქრო გვინა ყელეზე კიდე არას ამბობს მედია რას ამბობს მედია იო ასე ბაზრობ მაგრამ შენ ერთ ტრეკში ამბობ ჭკვიანური იყო. მინდა რეალურად გამართულად და არა წარმართულად ფიქრობდეს ხალხი და სიკეთის სახლი გახდეს დღევანდელობა. თუ არ იცი, ასე არ მოქმედებს ცხოვრება. ვისაც აქვს სახელი წონა და ქონება ყვერები ულოკონ მონებმა. თუ რამდენიც გინდა სიკეთის სინექცია გაიკეთე, თავი დაიმედე, არც კი გაქვს სირედი გველის, სუსტ ტიპს თავის დასაზღვევად იმედი ელის. ზეცაში გაგიშვებ პერტიგზის ბილეთით რეპერის სერტიფიცირებით, ესენი დებილი ტვინებით ფიქრობენ, მაკლებენ ნამეს. აქ სხვა მაფია ტრიალებს, რადგან არ ხარ ჩემი დონის. წამლად ვინმეს რომ მოუნდეს Tesla Workplace ვერ გიპოვის. წერდა თითქოს მეტი მომდის. არა წერდა ვფიქრობ მეტი მომდის. არა წერდა გიგებს სქემებს ვიგებ თუ მოვიგებ მეტი მომდის. შენთან შედარებით სხვაგან ზომილება რიკენ მორტი. გამოვყოფ იმდენალს სატანა გაზის მრიცხველს მიკეტავს ვიჭერ ინტერვალს იმდენ ინტერნალ რითმას გინერგა ვამწუთებს კოშუნად გიქცევ. ოპა. იო. დელივერი შენზე თესლი. ბარები შენზე თესლი. ფლოუ შენზე თესლი. სუეგი შენზე თესლი. ოპონენტი ისეთ პონჩი. იო. კაი რაუნდი გახო. ხო რა, ნუ მოგებული ქონდა და რაღა იყო გასაგრძელებელი რომ კაი მიულოცთ გამარჯობა ამატერასოს. მოკლედ სანამ დავიშლებით ჟიური ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უბრალოდ არ აცხადებს, უბრალოდ არ აფასებს, ისედაც ყველაფერი ნათელია და არ გვჭირდება ყველანაირი კომენტარის გარეშე ნახევარფინალებში ვიხილავთ ამატერასოს. კი ბატონო, წარმატება უსურვოთ ამატერასოს, რაიმენ როდსაც არხი გამოიწერეთ. ამ ბიჭისგან ამდენს არ ველოდი სიმართლე რომ გითხრათ და სასწაულად გაოცებული ვარ რაღაც დოზით. იმიტომ რომ გამაკვირვა. კარგი იყო, კარგი რაღაცები ქონდა, კარგი სტრუქტურები ქონდა, კარგი პანჩლაინები ქონდა. კეი როგორ მინდოდა რა, როგორ ვენატრებოდი რა და მენატრებოდი ცოტა არეული ვარ გიჟივით, ცოტა არასაკაიფო. ვერ არის კაი ამბავი. მაგრამ არა უშავს, მუსიკა აკეთოს. აკეთოს. კაი წარმატებები. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. Love you guys.